უსამართლობისაგან გაბრაზებული აქტივისტების სკანდირებამ და საპროტესტო შეძახილებმა მანდატურები იმდენად გააღიზიანა, რომ ისინი თავდაპირველად საქალაქო სასამართლოს შენობის შემდეგ კი უკვე ეზოს გარე პერიმეტრზე ძალის გამოყენებით, მაჯების გადაგრეხვითა და ხელისყურით გაათრიეს. რამდენიმე მათგანს ფიზიკური მსუბუქი დაზიანება და მათ შორის ნაკაწრებიც აღენიშნება. აქტივისტები აცხადებენ, რომ ამ ქმედებით სასამართლომ დღეს კიდევ ერთხელ მოახდინა თვითლუსტრაცია და ყველას დაანახა, რომ ის ქართული ოცნების სამსახურშია. ძალის გამოყენებით გამოგვათრიეს, რასაც ნიშნავს ძალის გამოყენებით და ასე გვათრიეს მოკლედ მთელი ეზო. ეს ყველაფერი ერთ რამეს ემსახურება, რომ არ უნდათ რომ სიტყვის თავისუფლება იყოს ჩვენ ქვეყანაში, ჩემი ძმა გაუშვეს 10 დღით პატიმრობაში, სრულიად უსამართლოდ და უმიზეზოდ, მიზეზებიც ვერ მოიყვანეს, რაღაცა სისულელეები თქვეს და კარგი არ აუშავს. თავარია რომ მოღალატე არ არის ჩემი ძმა და პატრიოტი ბიჭია და 10 დღე მალე გავა, არ აუშავს ჩემ ძმას მიუმართავ რომ ხნედიყავი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა ისე გააკეთა, რომ სახე დააკარგვინა სისტემის ყველა მონაწილეს და სისტემის ყველა მსახურს. ამიტომ ამ ადამიანებმა ძალიან კარგად უნდა იცოდონ, რომ მათი სახელები და გვარებიც არ დარჩება შეუმჩნეველი. ესეთი რეპრესიები ემსახურება, რა თქმა უნდა, საზოგადოების გაჩუმებას, დაშინებას, სიმართლის მოსპობა. ლელა ცაგარიშვილს რაც შეეხება ეს სამარცხვინო მოსამართლედ წოდებული ივანიშვილის რეპრესიული მანქანის ჭანჭიკი აუცილებლად აგებს პასუხს ამ მორიგი პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის. მონა და ცეცხლი ოლიგარქიას ამ საპროტესტო შეძახილების მოსმენა მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილსაც მოусმინა, რადგან ხმაური და დაპირისპირება სასამართლო დარბაზში. სწორედ მას შემდეგ დაიწყო, როდესაც მეგობრებმა ბექა პაპაშვილის და ახლობლებმა გაიგეს, რომ ის 7 დღით გაუშვეს პატიმრობაში. ახლა ყოველი მათგანი გადაჭრით ამტკიცებს, რომ ეს არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება, რადგან თეა წულუკიანის უღირსი განცხადებებისათვის, ღირსეული პასუხის გაცემისათვის ადამიანები ციხეში არ უნდა მიდიოდნენ. სამართალდამცველა ადმინისტრაციული სახელის სახით შეეფართოს ადმინისტრაციული პატიმრობა 7 დღის ვადით. მანამდე კი პატიმართა სიას უჩა ქემაშვილიც შეემატა. ეს არის ის ადამიანი, რომელიც სრულიად ქართულ საზოგადოებას იმით დაამახსოვრდა, რომ ის დედაქალაქის მთავარ გამზირზე ხილს არიგებდა მთელი ამ დროის განმავლობაში. ქემაშვილი და მისი ადვოკატი ფიქრობენ, რომ სწორედ მისი აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამო ისჯება, თუმცა ყველაზე ნიშანდობლივი მისთვის არის ის მომენტი, როდესაც ქართული ოცნების სიმბოლიკა დაწვა. ის ამბობს, რომ ეს დროშაც კი არ არის და მხოლოდ ნაჭრად მიიჩნევს და ასევე მტკიცედ და გადაჭრით ამბობს იმასაც, რომ როდესაც დატოვებს საკანს, იგივეს გააგრძელებს, უკი პროტესტს ასე დასჭირდება. სულ თქვენ განძნელია, რაც არ დაგიკეთებია და ანუ ესე იგი ბანკი და ყაჩაღებს წინააღმდეგობას უწევდი, იქნებ ისიც იმაზეც ანუ არ თქვა. არ დამეთანხმოთ, რომ ტელეფონი წამართოს, ბლოკი მომახსნევდეს და დაახლოებით 40 წუთი ბატონო მოსამართლე დადიოდა ინფორმაციას ამოწმენა, რასაკეთებენ მიცავდეს. მოვიდნენ ინფორმაციო ჩაცმულები, აი სრულიად უფრო ბანდიტური დაჯგუფება მეგონა, სანამ შკოდას დავინახავდი დაბუღმინებიდანს. მანქანის კარები გამიღეს და გადმოიყვანეს იქ. ოკუპანტები რას უკეთებდნენ ჩვენ დებს და ძმებს, ამის გამო დაუწვი მე რაღაცა
ტერორისტული დაჯგუფების და ძონძი მე იმ დროშას ვერ უწოდებ, ჩვენი დროშა არის ხუჭურიანი დროშა და იმის გამო მე თავსაც შევწირავ ამას ამ სიტყვების მიაც მწვენია და მოხდა ამის გამო ჩემი დაკავება ბატონო სამართლო არანაირი დაუმორჩილებლობა. უჩა ქემაშვილი, ცნობილი ხნის სამართალდამხმარე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კავშირის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა უჩა ქემაშვილის მოხდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ქვეყანაში სასამართლო აღარ არის. ამ სასამართლოში მკვდარი არის სამართალი და სიმართლე. დღეს უჩა ქემაშვილი დააკავეს, დაიჭირეს, რაღაც ჯურღუმში ჩასვეს ახლა ციხეში იმის გამო, რომ თურმე აქციებზე ალუჩას არიგებს, იმის გამო ჩასვეს თურმე რომ რაღაც ნაჭერი დაწვა და ამის გამო ხო ვერ დააკავებდნენ. მე შეუთითხრეს რაღაც საქმე, თითქოს ათეულობით პოლიციელს გაუწია წინააღმდეგობა თავის სახლთან და თავის სახლთან ზვარკეთილის პოლიცია კი არისო, გამოედევნენ რუსთაველის ტერიტორიიდან პოლიციელები ათეულობით და დააკავეს და დღეს უკანონოდ დააკავეს უჩა და გამოჩნდა ხო სასამართლო დარბაზში რომ ეს პოლიციელები ჩაიჭრენ, ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები მისცეს. ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის ბრძოლა კიდევ ორ აქტივისტს დაუჯდა პატიმრობად. მიუხედავად ამ შედეგისა, როგორც უჩა ქემაშვილი, ისე ბექა პაპაშვილი ამბობენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში გააგრძელებენ ბრძოლას და რომ ქართული ოცნება ამ ფორმითა და გადაწყვეტილებით მათ განეიტრალებასა და გაჩერებას ვერ შეძლებს.